ავსტრალია ისრაელისგან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს 2024 წელს, ღაზაში ჰუმანიტარულ კოლონაზე მიტანილი ავიაიერიშის გამო, რომელსაც 7 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ავსტრალიელი მუშაკისა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა მან კანბერაში ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს პირადად გადასცა. ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით სოლიდარობისთვის, რომელიც სიდნეიში ანტისემიტური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ავსტრალიელ ებრაულ საზოგადოებას გამოუცხადეთ. ამ შეხვედრამ მოგცა შესაძლებლობა განგვეხილა ახლო აღმოსავლეთის საკითხებიც. ავსტრალია მხარს უჭერს ისრაელელებისა და პალესტინელების მშვიდობიან თანაცხოვრებას. ეს ვიზიტი ჩემთვის ემოციური იყო. როდესაც ებრაელი სიცოცხლის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საფრთხე ემუქრება, ეს ისრაელშიც ტკივილს იწვევს. ამავე დროს ეს არის შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ და უკეთეს ეტაპზე გადავიყვანოთ. ავსტრალიაში გამოძიების მიხედვით ისრაელის მხრიდან საჰაერო იერიშის სამხედრო შეცდომების შედეგი იყო. ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ავსტრალიელი მუშაკის ზომი ფრანკომის ოჯახი კვლავ ელოდება პასუხს, აპირებს თუ არა მთავრობა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ისრაელის პრეზიდენტს. პრეზიდენტ ჰერცოგთან პირადად დავაყენე ზომი ფრანკომისა და მისი კოლეგების დაღუპვის საკითხი. ეს იყო ტრაგედია და შეურაცხყოფა. ავსტრალია კვლავ მოითხოვს გამოძიების გამჭვირვალობას და სრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის შესაძლო სისხლის სამართლებრივ ზომებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგედიაზე.